წარსულის ნისლებში გახვეული კოლხური ზეპირსიტყვიერების მარგალიტების ძიება, კოლხური ეთნოგრაფიული ვარიაციები გადაცემათა ციკლში, ოდაბადეშ კინოხონი, ყოველ ხუთშაბათს, 18 საათსა და 18 წუთზე, 10 ეთერში. გადაცემათა ციკლი ოდაბადეშ კინოხონი. პროექტის ავტორია ზუგდიდელი იური ვეკუა. საღამოშვიდობის 18-18-ია და ხუთშაბათი, ეს იმას ნიშნავს. კიდევ ერთ ძალიან საინტერესო გადაცემა გელოდებათ, გადაცემა სახელწოდებით ოდაბადეშ კინოხონი, გადაცემა, რომელსაც ძალიან ვამაყობთ, რომელიც გვაქვს ორ ენაზე, მეგრულად და ქართულად და ეს არის ჩვენი განსაკუთრებული ნიშა. ვუძღობით ორდნი, ისტორიკოს-კვლევარი ბატონი ლაშა ჯიქია და მე სოფია ხუციშვილი. ბატონი ლაშა სტუდიაშია და როგორც ყოველთვის ძალიან მონდომებულია და სულ მოუთმევად ელოდება თქვენთან შეხვედრას. რადგან ორ ენაზე ეს გადაცემა ძალიან დიდი სიამოვნებით მოგესალმებით მეგრულად. ონჯუა ჯგირობუაშ, ჯგირ ონჯუას გიზალენ ჭინძგუმა ართო. რაც შეეხება ჩვენს გადაცემებს ლაივს ვიტყვი და შემდეგ უკვე სად შეიძლება ნახოთ ჩანაწერები. ძალიან ბევრი მაინც ის ჩვენი გადაცემა და მე ძალიან ცოტა მეგულება ვინც არ იცის, ზოგადად ვისაც მეგრული ენა აინტერესებს, ყველა დაინტერესებულია ამ გადაცემით. იმიტომ კი არ ვამბობ, რომ ჩვენ მიყვავს და ჩვენია. უბრალოდ იმიტომ ვამბობ, რომ მართლა ასეა, კომენტარებიდან ხვდებით, ზოგადად გამოხმაურებიდან, ურთიერთობებიდან და ასე შემდეგ. ძალიან ძვირფასია ეს ყველაფერი ჩვენთვის. ლაივ რეჟიმში 18-18-ზე, ყოველ ხუთშაბათს 105-სა და 9-ზე FM, ასევე ინტერნეტის radio.net.gr, ყველგან ვართ სადაც ინტერნეტია და ყველა ჩვენი გადაცემის ჩანაწერი ვებზე, ამავე მისამართზე radio.net.gr, Facebook-ზე radio.net-ზე და YouTube-ზე ცხადია, ჩაწერეთ ოდაბადეშ კინოხონი და ყველა გადაცემა დაგხვდებათ იქვე. ერთი სული აქვს ახლა ბატონლაშას, როდის მოგესალმება, ონჯუა ჯგირობუაშ, ბატონლაშა მუჩოზოჯი. ონჯუა ჯგირობუაშ, თქვენ ჯგირობოდა გახარება ჯგი რადიო მარჩკილები. მუჩოზოჯუნთ. ჯგიროვარე თქვა მუჩოზოჯუნთ ბატონლაშა. მარდის მოგაშინა თქუორეკ მახვალ. ჯგიროკოვორდათ. აუცილებლად. ჯგირ ამბეშა მე მთხუნდა ხედო, ბოლოშა გიმპონაცა კოთე საქმე. ხო, თაშრე. ოშ ბაჟდემავით რადიო გინო ჩამარედო ასე მუჭო კოროცხუნთ. კოროცხუნ ქესტე ათეშბეთ მუსაქმე მიხო. კოროცხუნ, კოპატენ მართალია ასია ნამდვილად. რაც შეეხება ჩვენს გადაცემებს კიდევ ერთხელ გითხარით, ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ არის საშვილიშვილო საქმე ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე და აუდიო მასალა იმისთვის არის დაარქივებული, რომ თქვენ შთამომავლობას გადასცეს. უთხრათ, სწორი მიმართულება მისცეთ და სწორად მიიტანოთ ოჯახის წევრებამდე და ბავშვებამდე და ახალგაზრდებამდე ჩვენი ლამაზი ქვეყნის და კუთხის ისტორია და არა მხოლოდ ეთნოგრაფია და ასე შემდეგ. მოკლედ, წინა გადაცემისას ჩვენ ძალიან საინტერესო თემაზე ვისაუბრეთ. საბედიანო შეიქიჩი. კი ბატონო, გამოხმაურებას დიდი იყო, ინტერესიც, კი ბატონო. დიახ, ეს უნდა მეკითხა ბატონლაშა, გამოხმაურებაზე თქვენ უკეთეთ, თქვენ უფრო ადევნებთ თვალყურს. კი, მურენია, კი მეწონესაო. ანუ ეს თემა რო გაგრძელდეს, ამაზე იყო YouTube არხზეც კომენტარები ვნახე და მე პირადადაც რომ მომწერეს და როცა ისა გამესაუბრდნენ, მოკლედ ეს ძალიან დიდ ინტერესს იწვევს და ამიტომაც ჩვენ შემდგომში გავაგრძელებთ ამ თემას აუცილებლად ტოპონიმიკაზე და ჰიდრონომიაზე ვისაუბრებთ, ჰიდრონიმებზე და ეს ძალიან საინტერესო იქნება, რაც ცვლილებას განიცდის და მე ამაზე მოგვიანებით უფრო ბოლოსკენ, მაგრამ ზოგადად ეს თემა რო არ დავტოვოთ ისე უყურადღებოთ, ეს უკვე ჩვენი მისია არის და ვალდებულებაც. კი, ჩვენ დავანონსეთ წინა გადაცემისას, თუ იქნება მოთხოვნა და სურვილი გავაგრძელებთ სერიულად ამ გადაცემების ციკლს და შემოგთავაზებთ ბევრად უფრო დეტალებში და საინტერესოდ მოვიტანთ თქვენამდე. უფრო ისეთი გამარტივებული ენით, ეს ჩვენი კუთხის ისტორია და აუცილებლად უნდა ვიცოდეთ. კი, და რაც აქტუალური თემაა, იმდენად სამწუხაროდ ხდება ძველი კოლხური ტოპონიმების გარდაქმნა და ეს მისახედია და ამიტომაც საზოგადოების ჩართულობა, ჩვენი აქცენტები ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ვისაც ეს ხელიწიფება, რომ დროულად მოახდინონ და შესაბამისი რეაგირება. ბუნებრივია, ხა ოკუპირებულ ტერიტორიაზე ამას ვერ გავაკეთეთ, მაგრამ საუბედუროდ ეს ხდება სახელმწიფოს ჩვენს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზეც ანალოგიური პრეცედენტები და ეს არ უნდა მოხდეს, ვინაიდან რასაც ტერი გვიკეთებს, ის ჩვენი ხელით არ უნდა გაკეთდეს. გეთახვევით აბსოლუტურად. მოკლედ, დღევანდელი თემა. უნდა შევეხოთ აუცილებლად ხვამა ივანობა. ქვია ჩვენს დღევანდელ თემას და ივანობარე მოგეხსენებათ და შესაბამისად დროულია ამ თემაზეც გავამახვილოთ ყურადღება. მოკლედ გითხარით, აი რაზე იქნება საუბარი და შემდეგ ჩავშალოთ მარგალურო და ქორთულო. კი ბატონო, აუცილებლად, იმიტომ რომ ჩვენ თავისთავად ავიღეთ ვალდებულება, რომ კალენდარულად გავწეროთ ის რიტუალები, ის პროცესიები, რომლებიც ტარდებოდა ჩვენთან და მოკლედ ეს ზუსტად ჩაჯდეს იმ პერიოდში, რა დროსაც ეს უშუალოდ ხდებოდა
უახლოე წარსულში თუ არა შორეულ წარსულში მაინც. ამიტომაც ეხლა დღეს ჩვენ შევარჩიეთ ხომა ივანობა თემა გამომდინარე იქიდან რომ ივნისის თვეში ანუ ივანობას რა ხდებოდა რა პროცესები იყო და ჩვენი წინაპრები რას აქცევდნენ განსაკუთრებულ ყურადღებას. ამაზე იქნება საუბარი. ხვალა ივანობასთან ერთად ჩვენ ვისაუბრებთ კიდევ რამოდენიმე რიტუალზე, რომლებიც ასევე ივნისის თვეში ხორციელდებოდა, ტარდებოდა და მოკლედ საინტერესო იქნება ჩემის აზრით ჩვენი რადიო მსმენელებისთვის. დარწმუნებული ვარ, მოკლედ ეს მეგრელები რას არ მოიფიქრებდნენ. აი ყველა დღე რაღაცასთან იყო დაკავშირებული, ყველაფერზე ლოცულობდნენ, ყველაფრის ღმერთი და ამგებელი არსებობდა და არა ეს სხვა ხალხები იგონებენ ამას და ჩვენ როგორი მდიდარი ტრადიცია და კულტურა გვაქვს და ეს არ უნდა დაიკარგოს, ეს რამდენჯერმე აღნიშნე და ამაზე აპელირებას ვაკეთებ, მოკლედ სულ ეს არ უნდა დაიკარგოს მიუხედავად იმისა, ხა შეიძლება ეკლესიურად ეს არ იყოს გამართლებული, ვთქვათ, სხვადასხვა საზოგადოებისთვის მიუღებელი იყოს, ვთქვათ, მაგრამ ეს არ შეიძლება რომ დაიკარგოს, იმიტომ რომ ეს არის უზარმაზარი კულტურა, რომლის გაცოცხლება არ დავიწყება ეს ჩვენი აუცილებელი ვალია და მოკლედ მომავალმა თაობამ არ უნდა გაწყვიტოს კავშირი ამ უძველეს კულტურასთან, ცივილიზაციასთან და ეს კიდევ ერთხელ ადახებს, რომ ჩვენ ვართ უძველესი ცივილიზაციის ხალხი და ეს რიტუალები არ შექმნილა ერთ და ორ დღეში და ერთ საუკუნეშიც არა. ეს საუკუნეების განმავლობაში მრავალსაუკუნოვანი ისტორია აქვს და ძალიან ის არის საინტერესო, რომ როგორ არის შეთავსებული ერთმანეთთან არქაული ფორმები, ქრისტიანობის წინარე პერიოდის ტრადიციები და მერე ქრისტიანობის ტრადიციები. ანუ ეს იმას ნიშნავს, რომ საზოგადოება შინაგანად ყოველთვის წმენით იყო გაჯერებული, ჯეროდათ სიკეთის, ბედნიერების, სიყვარულის და ყველაფერში ეს ჩანს ამ რიტუალებში. სწორედ ეს მთავარი აქცენტი არის, რომ ღვთისმსმენა არსებობდა სიყვარული და სიკეთე იყო დომინანტი ყოველდღიური ურთიერთობის. ეს ძალიან მნიშვნელოვანი აქცენტია, ამიტომაც შეიძლება რაღაცა კიდევ გვაქვს იქ არასასურველი ტრადიციების, ბუნებრივია ამასაც ხას უსვამ ჩვენ. იყო ასეთი რაღაცები, როგორც ხო, რა თქმა უნდა, მაგრამ მთავარია ცოდნა და ინფორმაცია მაინც გაგვაშდეს იმ ცუდზე და კარგი არ უნდა დავიწყოთ. ცუდი არ დავიწყოთ, რაიც სად გამოგვადგება. ხო. გირჩილეს დიო მარგალიო უკვე ქორთული. ხო, თქვენ ალბათ ასე ქოფთქვან დიო მარგალიო ამ დღანეთ ჩკინ თემარი ხვალმა ივანობა მუჭომა აწმამეჯრაგადეს თქვენ თეში ჩკინ რადიოგინო ჩამოებს ჩკირო იზირე მუჭოთ სამარგალიონ დიდარე ეთნოსარიტუალო ტრადიციები თეჩკი ვოძირანთ კალენდარულო ხოლო მუბორჯის მურიტუალ და ხომა მიხდესენ თენა ჩკირო მიკარჩკინან ჩკინ კინოხონიშ ჯეშების არქაულ ჭერხის ჩხიჩხის და თიშ ელნაფალა ნოელას თენა ირფელი მოხვარულა ულირ ისტორიას გასურცხალებას ამ დღანე რადიოგინო ჩამაშკი ჩიება მეღუნა ივანობა თუთას მუ რიტუალებ უხდეს ჯეშო მარგალებსონ თიშ თინეფიშ კასხოლო ქიფჩიებუთ ართართ ხვამაშე ნამუსუ ჯოხოთ ხვამა ივანობა სოიშახ ათე ხვამაშე დეტალურობ თქვანთ თიშა ხოკო ქოფშინუათ სხვა აწმავენჯ რიტუალები ოშინერე ნამუდა ივანობა თუთაშ პირველ მართა მარა ჯოხოთ კუნტამესი თენა გიშაგორილო მერჩკინელაბდეს მარგალებს და ათენ ბორჯის თასუნდეს ნაგვიანა ლაიტის კუნტამესის მარას ცას მოკორჩკინდუთ მურიცხეფიშ ხომ ნამოსუთ მარგალებ უძახუდეს ხურჭკუნს მაჟრანერო მური წაჭის ხოლო მარა უმოსო ხურჭკუნს შეძახუდეს თენარე შკვით მურიცხიში აკოდგიმი ხომ ხურჭკუმი კოროცხუდო მერჩინერდუ მუჭო ჭყიშეფიშ მათხილედო მოხვარე მუშენდა თეს პრაქტიკულ შანულობა ხოლო უღუდ ათენ ბორჯის ხვადუდ რზენშე გვალაშა ორინჯის ზარხული ოდიარებშა გინორაუა ორინჯის მარგალეფიშ რინას მუშმაკაბეტა შანულობა უღუდუნ თეს ოძირანს თის ჯოხონა ხოლო ორინჯი რე დარინალი და მოკლედ ირდღას თე ორენჯიშად გერცხილ კოჩიშრინა დიხაი საქარვაცკუმა ართო დუ თარ დარინალ წუჩკინ ჯვეშებშო ათეშენ ორენჯის დო ჭყიშებს შვადოშხა მათხილე ღორონთებ უნდ ნამუთრენა ჟინი ანთარი კარეში ქართაიშური მიქამგარია ბოჩი დო თაში ათენებში სპეციალური ინწყაფუთ ხვამა წირუა თენეფიშკას მურიცხეფიშ ხომი ხურჭკუმი მურიცხებ ჭაჭიშო ხოლო მარგალებს გიშაკირზაფილი შანულობას არზენდეს მუშენდა თენა მერჩინერდუ მეჯოგე ჭყიშეფიშ შარაშ მაძირაფალო ორიენტერიში გიმაწურაფალო ხუჯე იართუდესუნ ხურჭკუმით გიშეშეს თინ შარაშ ათეშენ ივანობას დაჭყაფუს მუჟამით ხურჭკუმ გამკორჩკინდუდუნ კაბეთ ხიორით ხვადუდეს თიშ გურიშ მაგებელო მიშ ჭყიშეფიშ საჯიმალოში თეშ დოძახინელ მოხუჯეფიშ მონწყილ ხვამა სოდეთ არძაშ უნჩაშ მაკათური ხვამანტო თხინთ ათე მურიცხებს შქაშარას ვეგლეტუესკო ათე დღაშო ხოსოკვარს შაშხაშილ ყალამკვარს წერუნდეს და თეში ხვამანდეს ხოთხინდეს შარას ორიენტაციაშ მოხვარას და თხილუას ათე ხვამად ხვადუდ ოფუტეშე გვალაშა ჭყიშეფიშ გინოზარება ათეშენ ინწყუაფუთ კაბეთ ტაბაკუა მიშ ბირა ლააფის ხაპუადო ირკოჩ მიახიოლანთ ათენ დღას ჭყიშებს ხაბაკებს მართო უმოსო ლილაქვირი ჯიმუ სუნელებ მეუღუდეს ჭყიშებს დუხვამანდეს შარას მოკლედ იფრეჯ გრობუა წიმოზინას ქუსალანდეს ტყარიშ გენთხაფაშე თხილუას
შვიდობას და უკახლებ ბედნეროდორთას. ივანობას ხოლო მარგალებს სუნთობად ღარხოს კაბერჩანულობას არზენდეს. ნამუც შკვით ივანობა დღას ინწყუაფოთ. ათემ დღაშო მიხაზირენდეს ბრელ მუდგარენებს. საკამაწყარო წიწილას დოილენდეს და თის წირუნდეს. ხოლო ვალამყარებს და ხაშუნდეს და ხაჭაბურს დოჭუნდეს. საკურთხუას აუცილებლო ჭითაღვინს გილადვანდეს. ტაბაკის ხილდო აუცილებლო გილაზუტკო ივანობას ხული, ბული და თაში. ხორონთის მარდის გინოგანდეს, ფანიაშუნჩაშ და ხვამად მუშ მოკათურებს და კერს მოჭგირეს. ივანობას ხოლო ართად გიშარჩინელ რიტუალი რდუ ნამოჭგებს ჟიბშინეთენ თეჯ და ძახინელ ხვამა ივანობა. ასე მურთენა. თენარდუ სამარკარიოს თხილერ უჯვეშაშ აგრალურ ტრადიცია. ნამოსუთ იხვამანდეს ბრელ მონაწილე კოოფეთკონ თიშენ. და თინა იფრელ უბადოშე დუთხილუტკო, ჟინიერსენ თიშენ. სტიქიას ვაუცილებუტკო. ფაქტირო თენარდუ ვანაშ ხვამა. ჟანშარდენ და არქანჯელო ლამბერტ მუნეფიშ ნაჭარუებს შინანა ნამოდა მარგალებ მუნეფიშ ვანადო დიხაშ დამუშებას წკონდა საქარუად მიჩქინლანია. თეს მანგარ ოპეკურ საქარუად კოროცხნადია. ათეშენ ოხვამელ თუ არძანერ ყვანა. ოშინერენ ნამოდა მარგალებ ყვანებს ართიანშე გიშაგურუნდეს მუშსი კაბეტაჟ და მურდუ თასილენ თიშ გეშა. ათეშენ თენეფის ჯოხობუა ხოლო შხოდოშხანერორდუ. ასე ქოფშინაჩკი მუდგაზამარენს. კაბეტვანას უძახუდეს ოჩეს. თეს მაჟრანერო ხოდაბუნცხოლე უძახუდეს. კაკალამ ფალვიეფიშ ოთასალ ყვანას ჯოხოდ ოქუმი. ოქუმ წესკის ხოლე ჯოხოდ ამიჩქუნაჩკი ართი რადიოგინე ჩამახოლე მიხდეს თეშე. მაჟრანერო თეს ჩხერიშ ყვანას ხოლე უძახუდეს. ქობალიში ოთასალ ყვანას ჯოხოდ ქობალურ. ღუმუში ყვანას ღუმუში, ღუმურიში ჯოხოდ. თე ჯოხობიებ თიშმა კაბეტა შანულობაშდუ, თელ ოფუტეს ხოლე გიედანდეს მინშა თე ჯოხობუას. ასე ოფუტე ხომ მიღნა, ამერ ოქუმ მიღნა, ღუმუში, ღუმურიში მიღნა და თაში. ნაფატი და ათაში. ათეშენ ათე არძატებიში ყვანა ხვამდუ, ხვამა ივანობას პროცესიას. ხვამა ივანობას რიტუალის ბორძის იშაყაროდეს ფანიაშ მაკათურები. ფანიაშ მანჯღერ ქიმიშ და ჯაშე გიშათოლირ ჯვარს ვარდა ნიშას, ქინაშკვანთ დიხას. ყვანა სიხოლას. ათე წოხლე ქირიჭყანდეს ხვამას. წირდე ჯეგეს ვარდა იონე ნაცმერს. ქოთხინდეს ონაშ თხილუას კირცხუაშე, გოლოფაშე და მტერშე. დიხას ქოთხინდეს ბრელ მონაწიშ მოჩამას. ბორიას, ბორიაჩიჩას ნათასა ვაშოფაჩოტკო და ჩხერ დიხას ვაშაციმეთკონთის. რიტუალი შეკულ ონწყონდეს ტაბაკუას. სპეციალურ ჭუნდეს ორიტუალე ჭვიშტარს. ათე რიტუა ჯგირო იძირე ჯვეშ აჯამურ და ქრისტიანულ კულტურეფიშ ართო იარინა. ენაც კონდას ოძირანს ჩინკათაშ ბრელ უკუნიან ტრადიციებს. კოჩკი ფიქრენ ასეთე სამარგალოს რელიგია და თეთარი ბარდუკონი საბაბის გუსპოზგუნანია ოკეი ფებლებო მარა. ბარეთენა თაში ირო უღუდეს ოშუმალო ჭკომარი. შეგასე მოკაკუნალდა ბრელ ფარსაკაინე მონწყილვედლე შეздо ქოსემუდე ფებუდეს მარა ოჭკომალდა ოშუმალ მარგალკოჩის ირო უღუდეს. ხო, ათში მიკიჩუანდეს ასო, ათე ორიტუალეთ გიშაკერზაფილოთი მუდგა ჯგირუგდეს ანთინებს მიკიჩუანდეს იფრეს. სუმარებშო არძაშ უჟგუშის ჩუანდეს, ენა ხოლე გვალიოშ ხვამ კულტურარე. სუმარი და მენზელაშ კულტურარე თინა სუმარებშო არძაშ უჟგუშ თია ნამკანდი ჩუანდეს, ოდო მუდგა გემუანებუდეს ანთის მიკიჩუანდეს, მუშენდა სუმარცმა ონჯღორე ვაზერესკონ. მუნებ მირკენდეს და მუნებ ვაჭკომუნდეს, ოდო სუმარც აუცილებელო არძაშ უჟგუშ თიაკო კაწუპესკო. ნაბოიშორი ასე უდეს ვაურეკიან დურეკიდან და მოკლედ ესეც საინტერესო ამბები, რა ვიცი, ძალიან ისეთი თემაა ჩვენია. ათი არქანჯელო ლამბერტისა და გვამოხტუმდგო მოხვარტეს ხო ჟანშარდენ კასტეხოლე ქინიხანტ მდგარე ნამნახანტე კუდონტეს ხო ხო მაგრამ ევროპელებს ვამოხტუმდესკონ ჩი ევროპელებს ევროპაში კუმორთეს მიღლაპრეთ ოდოთ მისიონერემ გეჭარეს თაკიანობა და შეიძლება კაკანიშა ტენდენციური ხოლე ქოჭარუნდეს და მაგრამ ჩი ვამღუნა ჩი ნაჭარა ძალიან გადამლაშებულია ლამბერტს აბსოლუტურად არ ემთხვევა მეტი მაგრამ ძალიან ბევრი რამე რაც არის კი ბატონო აღწერა თქვა იმ კაცმა და ინახა რამდენი წელი იყო და ხო უნდა და არ უნდა და მოკლედ აი ესეთი ამბები მეგრული ვერსია არ იყო მარტივი გასაგები ნუ ზოგადად მეგრული ენა არ არის მარტივი მაგრამ იმდენად უნიკალურია ერთ სიტყვას აქვს უამრავი შესაძლებელი კი ბატონო ზუსტად აი ლექსიკური მარაგი აქვს უზარმაზარი და შეგვიძლია ჩვენ რომ აი თქვა ერთ წინადადებაში შინაარსი არ იცვლება მაგრამ ფორმა გადმოცეთ რამდენიმე ვარიანტით რა ძალიან საოცარი ანუ იმდენად ის არის მეადვილდება ზოგადად ანუ ქართულიდან მეგრულად თარგმნა და პირიქით უფრო ძნელია კი ასე ნამდვილად ესეც მეგრული ვერსია ქართული ვერსია ხოლმე მოინტერესნა ბატალაშა
ქართული ხოლე ყველა აუცილებლად ეხა ჩვენს სახელმწიფო ენაზე ხვამა ივანოვა არის დღევანდელი ჩვენი საუბრის თემა. მოკლედ ჩვენს მიერ წარმოდგენილ რადიოგადაცემათა ციკლით ხედავთ, რომ სამეგრელოში არსებობდა მდიდარი ეთნოსარიტუალო ტრადიციები, რომელთა უმრავლესობა არქაულ ფესვებს ინახავს და წარსულის გასასწორებაში მნიშვნელოვნად გვეხმარება. მოკლედ, ამიტომაც არ უნდა მოხდეს მათი დავიწყება. დღეს საუბარი გვექნება ივნისის თვეში შესაძლებელი რიტუალებზე და მათ შორის ყურადღებას გავამახვილებთ ერთ-ერთ მნიშვნელოვან ლოცვაზე, ეს არის ხვამა ივანოვა, ანუ ივნისის ლოცვა. სანამ უშუალოდ ამ ლოცვაზე გადავიდოდეთ, მანამდე აღვნიშნოთ, რომ ივნისის პირველ კვირას, რომელსაც მეგრელები კუნტამესის, ანუ ესე ძალიან საინტერესოა, რატო უწოდებდნენ კუნტამესის, ანუ მოკლე მაისს უწოდებდნენ. შემჩნეული ჰქონდათ, რომ ცაზე ამ პერიოდში გამოჩნდებოდა ხურჭყუმი, იგივე მურიცხს ჭაჭილი, 7 ვარსკვლავისგან შემდგარი ხომლი. ხურჭყუმი ითვლებოდა მეჯეგოების შემწედ. ვინაიდან სწორედ ამ დროს იწყებოდა საქონლის ბარი და მთაში საზაფხულო საზორებზე გადენა. საქონლის მეგრელთა ყოფაში განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა, მისი სახელწოდება ორინჯი პირდაპირ მიანიშნებს იმაზე და ნიშნავს საარსებოს, სამყოფოს. საქონლის ბევრი მფარველი ღვთაება ყავდა, როგორიც იყო ჟინანთარი, კარეში, ქართაშიშური, ანუ ყავის მფარველი სული, მიქამგარია, საქონლისა და მეჯოგეების, ნადირისა და მონადირების მფარველი ღვთაება ბოჩიც არსებობდა ცალკე და ასე შემდეგ. თითოეულ მათგანზე აღევლინებოდა სპეციალური ლოცვა. მათთან ერთად ვარსკვლავების ხომს ხურჭყუმსაც მეგრელები განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებდნენ, რადგან ის მიიჩნეოდა მეჯოგეების გზის გამკვალავად, ორიენტირის მანიშნებლად. ამიტომ ივნისის თვის დასაწყისში, როდესაც მურიცხ ჭაჭილი გამოჩნდებოდა, მის გულის მოსაგებად მოხუჯოობის, ანუ მეჯოგეების ამხანაგობის მიერ აღევლინებოდა ხვამა, ლოცვა, რომლის დროსაც წირავდნენ რიტუალურ ხოსო კვარებს, რძეში მოხაშულ ყველიდან კვერებს და შესთხოვენ გზაში ორიენტაციის გაკვლევასა და მფარველობას. ამ ლოცვით ხდებოდა მეჯოგე მწყემსების სოფლიდან მთაში გაცილება. ამასთან დაკავშირებით ამ დღეს სოფელში იმართებოდა დღესასწაული და დიდი სუფრა იშლებოდა. დალოცავდნენ მეჯოგებს და მათ მონაგარს. საქონლის გამრავლებას, ნადირისაგან დაცვას, მშვიდობიან და წარმატებულ სეზონს უსურვებდნენ და ოჯახში კმაყოფილად დაბრუნებას. ივნისში ასევე მეგრელები განსაკუთრებულად აღნიშნავდნენ სუნთობას, იგივე სუნთობას. ეს ქრისტიანული რელიგიური დღესასწაულია, მაგრამ აქაც ჩანს რაღაც წარმართული ელემენტების ნაშთები. ხო, ამას კი არაფრის დიდებით არ გამოტოვებენ. ამ დღისთვის სპეციალური წიწილას გაზდიდნენ, ხო, კი ბატონო. უთმოფენობის დღესასწაული 7 ივნისს აუცილებლად ტაბლაზე უნდა ქონოდათ ახალი შემწვარი ვარიას ხორცი, ანუ საკამაწყარო წიწილას ეძახდნენ, ანუ კამაწყალში რო ისა ხო, კი ბატონო, კი, აცხობდნენ კვერებს და მეგრულ ხაჭაპურს. ასევე ტაბლაზე უნდა ყოფილიყო საივანობო ხილის ჯიშები, მაგალითად საივნისო, საადრიო მსხალი, საივანობო სხული, ბალი და ასე შემდეგ. უფალს მადლიერებას ეტყოდნენ და ოჯახის უფროსი დაილოცებოდა. ივნისში ასევე გამორჩეული რიტუალი გახდათ ჩვენი დღევანდელი თემა, რაც არის ხვამა ივანოვა, ივნისის ლოცვა. სამეგრელოში ეს იყო უძველესი აგრარული ტრადიცია, რომელსაც მოსახლეობა უხვი მოსავლის მისაღებად და სტექისაგან დასაცავად აღავლენდა. ფაქტურად ეს გახდათ ყანის დალოცვა. ამიტომ მეგრელები ხვამა ივანობას ყვანაშ ხვამასაც უწოდებენ. ჟან შარდენი და არქანჯელო ლამბერტი თავის ჩანაწერებში აღნიშნავენ, რომ მეგრელებისთვის საკუთარი ყანა და მიწის დამუშავება წმინდა და კეთილშობილ საქმიანობად მიიჩნეოდა. ამიტომ დაილოცებოდა ყველა სახის ყანა. აქვე აღსანიშნავია ისიც, რომ ყანებს განასხვავებდნენ ზომისა და ნათესი მარცვლეულის მიხედვით, ამიტომაც მათ მიმართ გვაქვს სხვადასხვა სახელწოდება. ვრცელი ყანა იწოდებოდა ოჩეთ, მას მეორენაირად უწოდებდნენ ხოდაბუნსაც. მარცვლეულის ყანას უპირატესად უწოდებდნენ ოქუმს, ჩხერის ყანას. ღომის ყანას ღუმურიში ეწოდებოდა. ხორბლის ყანა იყო ქობალური. ეს დასახელებები იმდენად მნიშვნელოვანი იყო, თითოეული მათგანი მოქცეული იყო ამ ტრადიციული რიტუალის და დალოცვის პროცესიაში და იმდენად მნიშვნელოვანი იყო ეს დასახელები, რომ ხშირად სოფლის სახელით ხდებოდა სახელწოდებაც. ხვამა ივანობის აღვლენის დროს ყანაში იკრიბებოდნენ ოჯახის წევრები, ოჯახის უფროსი მამაკაცი ყანაში ხისგან გამოთლილ პატარა ჯვარს ან ნიშს ჩაასობდა, რომლის გარშემოც დაიწყებოდა ლოცვა. წმინდა გიორგის ან ხშირ შემთხვევაში იოანე ნათლისმცემლის შესთხოვდნენ ყანა დაეცვა სეტყვის, გვალვის, მამნებლისა და მტრისაგან. მიწას შესთხოვდნენ მუხ მოსავას და ქარს. ბორიაჩიჩას შესთხოვდნენ, რომ ნათესი არ დაეზიანებინა, ყანა არ დაეწვინა და მარცვალი არ გაეფანტა. რიტუალის დასრულების შემდეგ იმართებოდა დიდი ტრაპეზობა. ამ დღისთვის საგანგებოდ აცხობდნენ სარიტუალო ჭვიშტარს. ამ რიტუალში კარგად ჩანს ძველი წარმართული და ქრისტიანული კულტურების თანაარსებობა და კიდევ ერთხელ ანახევთ ჩვენი ხალხის მრავალსაკუთრებიანი ტრადიციების არსებობას, მიანიშნებს, რომ მიწათმოქმედება და მესაქონლეობა ყოფითი კულტურის მნიშვნელოვანი ნაწილი იყო და მას ამიტომაც შესაბამის გამორჩეულ პატივს მიაგებდა. ასე იყო ნამდვილად და დღემდე შემორჩა ეს. სუნთობაც შემორჩა და ზოგადად
ეს ყველა ხომა და ტრადიციები, რომელიც აი თამამად შეიძლება ითქვას ეთნო-სარიტუალო ტრადიციებში განსაკუთრებული ადგილი ეკავა ივნისის ლოცვას, როგორც ახლა თქვენ აღნიშნეთ და ეს უძველესი აგრარული რიტუალი, რომელიც მიწათმოქმედებისა და მესაქონლეობის განსაკუთრებულ პატივისცემას ასახავს, დღემდე არის შემორჩენილი, რაც პატარა ესეთი დეტალების სახით. ეს ძალიან საინტერესოა. ჩვენ კი ეს ვცლად გთავაზობთ ამ ყველაფერს ორ ენაზე, ასე რომ თქვენი გადაგრჩენიათ მოსმენებს, ეს შთამომავლობას თქვენთვის ძვირფას ადამიანებს, იმიტომ რომ უნდა ვიცოდეთ ისი გორისავარცე და ბუდივარცე. დიახ, ესეც საინტერესო იყო დღევანდელი გადაცემა, ხერსე მარჯვა დოლაშა და კიდევ ერთხელ ხაზი გავუსვათ ახლა ჩვენ იმას, რასაც ვაპირებთ და ხუთშაბათს. კი, ნამდვილად. ეს ჩვენი ეროვნული მსმენელების თხოვნით, იმიტომ რომ ძალიან სერიოზული და ესეთი დაინტერესება მოყვა საქართველოში. კი ბატონო, როგორც აღნიშნეთ, ეს არის ძალიან აქტუალური თემა და შესაბამისად ყურადსაღებია, რომ საზოგადოებას მიეწოდოს სწორი ინფორმაცია და უფრო მეტად გათვითცნობიერებული იყოს იმაში, რაც დღეს ხდება, ეს მოვლენები, ეს პროცესები სამწუხაროდ ცოტა უმართავი გახდა. ვიცი, რომ სახელმწიფო დონეზე შექმნილია კომისია, მუშაობს ამ თემაზე და ამიტომაც ძალიან მნიშვნელოვანი იქნება იმ კომისიის წევრებისთვისაც ჩვენს მიერ ახალია წამოყენებული არგუმენტები, ანუ საუბარია ტოპონიმიკაზე, მის ცვლილებებზე და შესაბამისად კოლხური ტოპონიმიკა იქნება ჩვენი თემა გამომდინარე იქიდან, რომ როგორც ჩანს და როგორც ეს ცხადად იკვეთება, სწორედ აი კოლხური კულტურის ჩამოყალიბების პერიოდში ხდება ძირითადად ტოპონიმების ჩამოყალიბება დასავლეთ საქართველოში. ამიტომაც ეხლა გურიაში ვიყავით ჩოხატაურის რაიონში და აი პატარა უდე, გაღმაღალი და მოკლედ ძალიან ბევრი ტოპონიმები გზადაგზამ ხდებოდა რომ მივდიოდი. და აი ზუსტად აი ეს კოლხური ტოპონიმები რომ რამდენ ისტორიას და რამდენ შინაარს გადმოცემენ აი ჩვენი წინაპრების და ძალიან მნიშვნელოვანია აი ვთქვათ იგივე ვანში რომ მუშაობდი იქვე დიხაშხო და ძალიან ბევრი ტოპონიმიკა, ტყაჭირი და ასე პაპაღურო და ასე შემდეგ. მოკლედ ამ ტოპონიმებზე გვექნება საუბარი, რომლებმაც ისტორია შემოგვინახეს კულტურა, თუმცა დღეს უკვე ტენდენცია არის ის, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში მასობრივად დაიწყეს ეს მეგრული კოლხური ტოპონიმების გადაკეთება, დამახინჯება და რაღაც მოგონილი სახელების დარქმევა, მაგრამ სამწუხაროდ დანარჩენ კოლხეთში, ძველ საბედიანოში და მოკლედ და საქართველოს იმ ნაწილში, სადაც კოლხური კულტურა იყო გავრცელებული და სადაც ეს იყო იქაც უკვე მიდის დამახინჯება და ძალიან სამწუხარო რომ აი თვითონ სამეგრელოში ხდება თარგმნა აი ტოპონიმების. ხო. თუნდაც აი ტრაფარიტებზე კი ბატონო. კი იცვლება ზუსტად ხო. რაღაცნაირად ვიღაცა მოვა არ მოეწონება, ამოაგდებს ერთასოს, რაღაცას გადაშლის კი ბატონო, კი. ადმოაქართულებს სხვათა შორის ეს ტენდენცია დაიწყო ჯერ კიდევ გასული საუკუნის 20-იან 30-იან წლებში, როცა მასურად დაიწყეს გადაკეთება, თქვა ჟინენწერი ერქვა დევანდელ ზედაეწერს. ჟინენწერი და რამხელა შინაარსის მატარებელია, იმიტომ რომ თუდონ ენწერი ერქვა აქეთ რუხის დღევანდელი კომბინატის დასახლებას, ინგირის დასახლებას და ანუ თუდონი ენწერი და ჟინენწერი იყო. და ზედაეწერად გადააკეთეს რიყე, ანუ რიყე იყო, რიყედ გადააკეთეს, ანუ თარგმნა მიდიოდა აბსოლუტურად თითქმის უმეტესი, თქვა ეს ტოპონიმები თარგმნეს. მაგრამ დღესაც ეს ტენდენცია გრძელდება ძალიან სამწუხაროა და ამაზე დროული რეაგირება საჭირო როგორც სახელმწიფოს მხრიდან, ასევე საზოგადოების მხრიდანაც და მოკლედ ამაზე გვექნება საუბარი. მიხაილ და მადლობა მათ, ვინ ზოგადად გვიბიძგა ამ თემისკენ და მოგცა ასე ვთქვათ მიმართულება გაგვეგრძელებინა ამ კუთხით. ქორსე მარდი, გადაცემა დასასრულს მიუახლოვდა, სამწუხაროდ ჩვენი ფორმატი არ გვაძლევს იმის საშუალებას, რომ უფრო მეტი ვისაუბროთ, ხანგრძლივობას გულისხმობთ, რომ ჩვენ ამ მცირე დროში ჩავადგეს ჩვენ სათქმელს ორ ენაზე, თან ვასწრებთ ამ ყველაფერს და მივიტანთ მსმენელამდე. ასე რომ ძალიან საინტერესო გადაცემათა სერიები გელოდებათ იმ ხუთშაბათიდან, იყავით ყურადღებით. გაიცანით უფრო სიღრმისეულად ჩვეულამაზი კუთხის ისტორიას, ეთნოგრაფიას და მე მგონია რომ სწორედ ამას ემსახურება ჩვენი გადაცემა, რომ მეტი ვიცოდეთ და სწორი ინფორმაცია, გადამოწმებული ინფორმაცია გქონდეს. ბატონო, კიდევ ერთხელ ძალიან დიდი მადლობა. დაგემშვიდობებით იმ ხუთშაბათამდე ორნი უძღვებოდით გადაცემას მე სოფიო ხუციშვილი და ისტორიკოს მკვლევარი ბატონი ლაშიჯიქი. ორ ენაზე გვაქვს ეს გადაცემა, მეგრულად და ქართულად. ყველა ჩვენი გადაცემა მოისმინეთ ლაივ რეჟიმში. რადიო-ათინა.lg 105.9 FM ხუთშაბათობით 18:18-ზე, ასევე ლაივში ვებგვერდის მეშვეობით რადიო-ათინა.lg და გადაცემის ჩანაწერები ნახეთ ვებზე ამავე მისამართზე, Facebook-ზე რადიო-ათინათი და YouTube-ზე. ყველა გადაცემა დაგხვდებათ იქვე. რამდენი გადაცემაა თქვით ბატონო? 130 უკვე 131. 131 გადაცემა. მივიწევ წინ. მივიწევ. და არც ვაპირებთ გაჩერებას, ასე რომ შემოგვივერცხით. ჯიროზო ჯუნდათ. ჯიროზო ჯუნდათ, უხურგე მარტიო, სურბატენ სოფიო და არცას მარტის მუგოშინად, თქვენ ათე ჩგირჩკინაშე და იფრეშე ბედნერებას გისურვენთ.
გადაცემათა ციკლი ოდაბადე შკიდოხონი. პროექტის ავტორია ზუგდიდელი იური ვეკუა. წარსულის ნისლებში გახვეული კოლხური ზეპირსიტყვიერების მარგალიტების ძიება, კოლხური ეთნოგრაფიული ვარიაციები გადაცემათა ციკლში ოდაბადე შკინოხონი ყოველ ხუთშაბათს 18 საათსა და 18 წუთზე ათინათის ეთერში.